მოდით დედიკო, შემოდით. შედით ვერცხლებო. ერთილი იყოს დედი შენი ფეხი, ჩემი ლამაზი გოგო. ლამაზი, ულამაზესი ყოჩა დედიკო. ეს რა რძალი შევა. არა ჩვეულებრივი ქორწილი გამოდევიდა. ხალხო, რა სიტყვით? მართლა ძალიან კაი იყო და ყველა ძალიან კმაყოფილი დარჩა. კი, ყველა. გადასარევი. იმას უარ ეჩხუბათ ბოლოს. უფრო კარგი იქნებოდა რა. აი ბიჭო, ეხა შენ ქორწილი ჩხუბის გარეშე ვის გაუგია? თავარია რომ ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა. ხვალ, არავის აღარ ემახსოვრება. თამადა როგორი თამადა. ღვინო ხო იყო? გოგო როგორია, გოგო. მოგვარი ფანტასტიკური. შენ გენაცვა. მე არ მაქვს, მაგრამ დავიღალე რა. ულამაზესი. ძალიან დიდი მადლობა. აუ კი, ბევრი ხალხი იყო და ძალიან დავიღალე აი ძალიან. ხო და დაიღალნენ ბავშვები და ხვალ სტუმრები უნდა მოვიდნენ ბავშვებო. ხო და კიდე სუფრები რაღაცები, ამიტომ ჩვენ გავალთ ახლა და თქვენ მოისვენეთ. ჩვენ ხელს აღარ შეგიშლით დედიკო. ხო, თამარ, გიხვეწები. მაჭამე რამე რა. რა გაჭამო, კაცო, ქორწილიდან მოვედით ახლა სახში. რაიმე ლუკმა არ მიჭამია, შია გიხვეწები რაღაცა მაჭ. შენ უჭამაზე რატო ფიქრობ, გამოადგი ფეხი ახლა წამოდი. გოგო, მართლა პირი დამიკარებია არა. კუჭის მონა. აუ შენ თავს ფიცავარ ცოტა არ იყოს და მართლა დავი. კარგი ახლა, ნუ მაწითლებ. აუ ძალიან დავიღალე მეც და მოდი კუსიცი რა ვქნათ? ეხლა მე შევცუნსულდები. უცბად მოვწესრიგდები, რაღაცა სახლურად ჩავიცვა. სახესაც მოვიწმენთ ყველაფერს სასახეზე ესა გრიმ. მოიშორე, კაი და მიდი მეც მინდა რა მოწესრიგება და მალე კიდე მოწესრიგდე წყავ და დავისვენებ რა გეხოცები, თორე აღარ შემიძლია. ჩემი ცხოვრება ხარ, მიდი, მიდი. ხალხი ვარ. ლამბაზი კი არა, გოგო, ულამაზესი. აი. კაი, შევდა მალე მოვალ. რა ცოლი მყავს, რაკატა, ტაკატა. მალეკენი რა გთხოვ რა, მეც უნდა გამოვიცვალო. ვაი მე დედა. ვაი მე დედა. ცი. ხო. სწრაფად რა. ხო, მაცადე 2 წუთი რა. უახ, შენი რა მაგარია. ვაიმე, ამ კორსეტით როგორ სუნთქავდი საერთოდ. ფად. მიდი რა გოგო, ეხა გამო. ვაიმე, რა მაგარია ფეხსეც როგორ მომეშვა. ვინც ეს ქუსლიანი მოიგონა იმის. აი რა გითხარი შენ? всё, კუსა, всё. აუცი, გამო რა. ხო, ბუსა, მოვდივარ. ვაიმე. ვაიმე, რა კაია ხო ბუსა? რა ბუსა, გოგო, ვინ ახარ შენ, ვინ ჯანდაბა ხარ? ბუსა, მე ვარ შენი ცოლი. რა უქენი ჩემ ცოლს? სად არის ჩემი ცოლი? ვინ ახარ, გოგო, შენ ვინ ჯანდაბა ხარ? მე ვარ. რა გჭირს გე ახლოს არ მოხვიდე დაჯექი იქეთ. კაი, ეხა ნუ მეღადავები გთხოვ რა. რას თუ გეღადავები, ვინ ახარ მეთქი და ჩემი ცოლი სად არის, გოგო, ვინ ჯანდაბა ხარ შენ, რა გჭირს? მე ვარ კუსა, მეღადავები მართლა? რას გეღადავები, რა არის ეს, რა დაგემართა, ვინ ახარ, რა ჯანდაბა ხარ? რა დამემართა, მახო. ახლოს არ მოხვიდე, გადი იქეთ, ეხლა ახლოს ნუ მეკარები, გადი იქეთ. ბიჭო, მოდი, ჩამეხუტე რა. რა ჩაგეხუტო მეთქი თავი და მე კი არა, შენ რა გჭირს, გოგო, ვინ ახარ, ვინ სიკვდილი ხარ, მითხარი რა არის ეს? მე ვარ ბუსა ადამიანი, რომელსაც უთხარი და დაპირდი რომ ჭირში და ხინში შენთან ვიქნებიო. მე ჭირში და ხინში მეთქი, ნამ რაღაცა ჩავფუებულ რაღაცაში ვერ ვიქნები. ჭირ რა დაგემართა, გოგო, სხვანაირი მოგე 3 წუთში რანაირად შეიცვალე. ვინ ჯანდაბა ხარ მართლა? დედა! არ შევიცვალე ადამიანო, რა დედა, შემომხედე ბუსა, მე ვარ. დედა, მიშველეთ რა. ბიჭო, რისი დადი გეხვეწები აქედან ახლოს, ნუ მოდი ხარ. ბუსა, მე ვარ. ის არის ხო კონკურსი, ვინ არის? всё, გამარჯვებული ხარ, ვერ გიცან, ისევის ნიღავი, ჩაიწვდა გამოდი, თავიდან მიციყავ. აუ, რა ვინ არის, რა შტერაობა ამ ხელაკა, წადი ხა კუსულა, მიშველეთ! მიდი ხა შენც გამოიცვალე და მე. დედა! ახლოს ნუ მოდი, მიშველეთ! რა ხდება, რა ამბავია, კაცო, რა ყვირილია, მე რა ვიცი რა აყვირებს მართლა ამ ხელაკა. ეს ქალი როდის შემოვიდა აქ? უკაცრავად ვინ ბრძანდებით ხალბატონო? ვინ არის ეს გიორგი? არ ვიცი მამა, ვინ არის ეს გამოვიდა ოთახიდან. ხალხო, ჩემზე ლაპარაკობთ? ვინ არის? ხო, ბოდიში უკაცრავად ვინ? ხმა და რატო ვერ მცნობთ, ვერ გავიგე? ანუ თქვენი რძალი ვარ, ვინ უნდა ვიყო? არ მომიყვანია დედას გებიცებით ეს მე სულ. არა, რანაირად, კაცო. მე ვარ, ხალხო, მართლა რა გჭირთ, ვერ გავიგე, უბრალოდ შევედი და მოვწესრიგდი. რატო მოწესრიგდა? შეხვედი, შვილო მოდელისტანზე იყავი 90, 60, 90 და მარტო 90 რატო გამოხვედი, დედა, თან კილო. აუ, კარგით რა ეხა რა, მართლა. აი მე ცუდათავ. აი, დაჯიქდა. გუსუ, მოდი და გეხოცები ახლოს არ მოხვიდე, გთხოვ. გადი იქეთ, მაგრამ მე მგონი არც ეს სულად არ არის საქმე. რანაირი ტანია, ბიჭო, შეხედე რა არ არის ცუდა. არც იმიტომ რომ ის ხომ მითხრა მე რომ სიკვდილამდე ანუ სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ, მანამდე იყავით ერთად და 3 წელში მე მგონი დაგვაშორებ სიკვდილი ისე გამოიყურებ. არის ნერვიულო. აუ, გუსუ, ძალიან ცუდად მელაპარაკები მართლა, ოღონდ და ძალიან მწყინს რა. ხალხო, რა გჭირთ, უბრალოდ საშინაო
გამოვეწყვე. ანუ საშინაო ტანსაც მე ასეთი ხარ შვილო? ხო, ადამიანო. რა გჭირთ, ხალხო, ესეთი ვარ, კუსუ, მოდი რა. დადი გეხვეწები, ხო არ მომეკარო, ხო, ანუ ეგეთი, იცი როგორ ფორმაში ხარ, აი, რო უნდა იწვე და მე რო უნდა მოგიარო ბოლო წლები რაღაცა, აი ესე გამოიყურები რა, ხო. ხა რატომ აბულინგებ ახლა? გოგო, 6 თვეა და კიდევ დიდი ამბავი, ახლა მე თუ დაგაბულიგე, რა ვიცოდი, ახლა დიდია ბულიგიც ვერაფერს ვერ დაგაკლებს, ან ახლა შენ ვიზუალს უყურებ. რატო ადამიანებო, რა გჭირთ, ესეთი ვარ, შენ ხო მითხარი, როგორიც ხარ ისეც მიგიღებო და მიმიღე ადამიანო, ესეთი ვარ. არა, ეგეც მე კი არა მოხუცთა თავშესაფარი არ მიგიღებს, ახლა შენ რო ხარ დედას მამიკო, ერთი ზოთი, ახლა რო ვაკვირდები, მე მგონი ძალიან პრაქტიკული ცოლი მოგიყვანია. პრაქტიკული ანაირად, მამა. ბიჭო, შეხედე რა მხელა ღიბი აქვს, ახლა მაღაზია რაღაცებს დაალაგებ ხოლმე, შეგიძლია ჩამოჯდე. კაი, მამა, ახლა ხუმრობის რო აქ თხო, რა გამანები რა. ხუმრობის დრო სულ არის, ჩემი აზრით. აი, ყველა, მაგრამ შენგან მაგას არ მოველოდი, მამიკო. რა მამიკო, შვილო 4 წლით ხარ, მე მგონი ჩემზე უფროსი, რანაირად მამიკო. ერთი ჯერ ღიპი რო ხოდა, ეგ რანაირად ვერ შეამჩნიე, შვილო 6 თვე თუ ხდებოდით. მამა, ეთქვა ყველა პანიმანზე იმ კორსეტით მოდიოდა და ვერ შევამჩნიე, მე ხა რა ვიცი, რანაირად ვერ შეამჩნიე, შვილო, თვალები არ აგა. აწი საქეიფო თუ წაიყვარ, მამას მაგაცებთან თუ არა, სხვა რა ვიცი, რა შევნა. მადლობა რა. ანუ პრობლემას იმაში ხედავთ, რომ უბრალოდ 50 სანტიმეტრით მეტი მაქვს მუცელი, ქოლეჯის ცხიმები და რაღაცები. არა, პრობლემა უბრალოდ ხო სხვანაირი ის არის და აღქმის გიორგი, მიყვარ ხარ ადამიანი. მე არ ვიცი ვინ ახარ, საერთოდ არ მიყვარ ხარ, დეიდა ხარ თუ ვიცოლა, ბები, არ ვიცი ვინ ახარ, რა გინდა ხო. კუსუ მე ვარ. მამა გეკვეცები უთხარ. აიმე, არა ხარ, შვილო, არა. ბავშვ, ნუ მიშინებ, ვერ გადავდივარ იქეთ, ვაფშე სხვა ადამიანი ხარ, შვილო. ხალხო, ანუ ჩემი ბუნებრივი სილამაზე არ მოგწონთ, რატო ვერ მიღებთ ბუნებრივ? როგორი? ბუნებრივი. ბუნების დედა თუ ეგეთია, საერთოდ ბუნება აღარ მიხსენო. აღარ ახსენო, არ მინდა ბუნებაში არ გავალ, გეხვეწები, გამანებე თავი, აი ვინ არის ეს? ვინ მოვათრე, მამა დედას გებიცები. ეს არ მიყვანია, არა, დედა არ მოგიყვანია, მე ვარ მოწმე. ექსიფია მე სხვა გოგო მიყვარდა, ეს არ ვიცი ვინ არის. რა, ფაქტია. აუ რავი რა ადამიანებო. აი უბრალოდ გამაგებინე გოგო, რა უქენი, შენ თავს რა ჯანდაბა არის ეს, რანაირად დაგემართ, ანუ ისა ის რომ იმას რომ ამბობენ, ხო იცი, ანუ ოჯახიო და უღელს დაიდგაო, ანუ ეგ თუნე მართალი ყოფილა, მაგრამ ესეთი რა უღელი დააწვა, რომ დედა უტირა სამწუხი. პროსტა ის გამაგები არ მინდა მეტი არა. რა დაგემართა გამაგები? არაფერი არ დამემართა, უბრალოდ შევედი, კორსეტი გავიხადე, კაბა გამოვიცვალე, სახე ჩამოვიბარე და ესეთი ვარ ადამიანებო. არა, გეხვეწე, ეს არის ჩემი ნამდვილი სახე და მიმიღე. ვერავინ ვერ მიგიღებს. რანაირად, შვილო. მართა ვერ მიმიღებ? აუ, ხო, მეშინია ვერა. ანუ არაპირებთ რომ მიმიღოთ ისეთი როგორიც ვარ? არა, არ ვაპირებ, ეგეთი როგორიც ხარ, არა, მე მიყვარდი სხვანაირი. ეგ შენ ვარ სხვა ხარ ახლა. ვინ ახარ, ვინ ჯანდაბა ხარ? მართლა არ ვიცი ვინ ახარ, გამანებე თავი, არ გიცნობ შენ საერთოდ. მე სხვა გოგო მიყვარდა ამდენი ხნის ხო და წავალ მაშინ მე ამ წადი, სადაც გააღი მამა კარები, წადი. წადი, შვილო, წადი. წადი, აიღე შენი ნივთები ყველაფერი. აქეთ არა, აქეთ წადი. აუ დედას გეფიცები მე არ მომიყვანია მეთქი ეს ცოლად გეუბნები. ასე როგორ შეგეშალა შვილო? ასეთი რაღაცა შეიძლება არ გააყილე. რანაირად თვალები არა გაქშვილო. ის თავშიო გამანები. საერთოდ შენ ლონდრე კაცო შენ. შენ ლონდრე კაცო შენ. შენ ქათა მოკალო შენ და პინგვინი. აი ხა მიყურეთ. ეს რა გოგო ეს რა კაი გოგოა. სი ამას ვამბობდი გოგო სად აი ესეთი მიყვარ ხარ და ესეთი შეგიყვარი გოგო ის მოდი დამივე მოკეტეთ. ანუ ჩემი ბუნებრიობა ხო ვერ მიიღეთ ხო და ესეთი ხელოვნურად აწყობილი და გალამაზებული უფრო მაგარ ბიჭს დავითრებ. ეხლავე გავთხოვ. რა უფრო მაგარ მე მიყვარ ხარ გოგო. არ გაანგრიო. კარგი რა. შვილო, ულამაზესი ხარ. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.